დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. ყოველი დღე ჩვენი სიცოცხლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველი წუთი ჩვენი სიცოცხლისთვის და ჩვენი არსებობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, როდესაც სიცოცხლე ცხოვრების შესაძლებლობას გვაძლევს. მე არ შემეშალა, მე უბრალოდ იმ შესაძლებლობას ვიყენებ, რასაც გვაძლევს ჩვენი ენა და ჩვენი მადლიანი ქართული ენა ერთმანეთისგან ძალიან კაფიოდ გამიჯნავს სიცოცხლეს, ანუ ჩვენს არსებობას და ცხოვრებას, ანუ რას ვაკეთებთ ჩვენი სიცოცხლის მანძილზე. და როდესაც ჩვენ ამ თემაზე ვსაუბრობთ, ყველაზე მნიშვნელოვანია გავიხსენოთ, რომ ჩვენი გადაცემაც ამას აკეთებს ყოველდღიურად და ჩვენი გადაცემის ამოცანაც არის ის, რომ ადამიანზე ვისაუბროთ, ადამიანის სიცოცხლის ფასეულობაზე და ადამიანის ცხოვრების მნიშვნელობაზე. ამიტომ ვსაუბრობთ დღეგრძელობაზე და ცხოვრების ხარისხზე. ანუ მაშინ, როდესაც არა უბრალოდ დიდხანს ცოცხლობთ, არამედ კარგად ვცხოვრობთ. და ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რასაკვირველია ჯანმრთელობა, როგორც სრული ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობა და როგორც შესაძლებლობა იმისათვის, რომ ვიპოვოთ ჩვენი ადგილი სამყაროში. და თუ ადამიანის ორგანიზმს როგორც ერთ მთლიან განუყოფელს წარმოვიდგენთ, მაშინ ყველა ორგანოს მნიშვნელობა არის შეუფასებელი. თუმცა არის ორგანოები, რომელთა შესახებაც ჩვენ ვამბობთ სასიცოცხლო. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ამ ორგანოს რაიმე პრობლემა აქვს, ჩვენ სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე. გული სასიცოცხლო ორგანოა. მიუხედავად მისი ზომისა, წონისა, ადგილმდებარეობისა, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულ ჩვენგანს გაახსენდეს ყველა ის სიტყვა ქართულ ენაში, რომელიც გულთან არის ასოცირებული, როგორი სიყვარულით, მზრუნველობით არის ნათქვამი ეს სიტყვები, იმიტომ რომ ჩვენმა წინაპარმა მიუხედავად იმისა, კარდიოლოგიაში რა სიღრმისეული ცოდნა ჰქონდა, ძალიან კარგად იცოდა გულის მნიშვნელობა და იცოდა გულთან ასოცირებული არა მხოლოდ მისი ფიზიოლოგიური ფუნქცია, არამედ განსაკუთრებული დატვირთვა, რომელსაც ის ატარებს ადამიანის სიცოცხლისა და ცხოვრების ჭრილში. დღევანდელი ჩვენი გადაცემა არის ამ საუბრების ციკლის გაგრძელება და ცხადია იმის გათვალისწინებით, რომ ზაფხული დადგა და ჩვენ სეზონური პრობლემების ასევე უნდა გავითვალისწინოთ. და ასეთ შემთხვევაში ჩვენი საუბრის გაგრძელებისთვის აუცილებლად მოვიწოთ სტუდიაში ჩვენი გადაცემის მეგობარს, დიდ გულშემატკივარს და რაც მთავარია ყველა ადამიანის გულშემატკივარს. იგი გახლავთ ექიმი კარდიოლოგი და გულსისძალთა დაავადებათა პრევენციის ევროპული საზოგადოების ნაციონალური კოორდინატორი საქართველოში, ბატონი ზურაბ კლიმიაშვილი. ზურაბ, დილამშვიდობისა. დილამშვიდობის. მიხარია რომ მობრძანეთ. მიხარია რომ გვაქვს შესაძლებლობა ჩვენი საუბრების ტრადიცია არ დავარღვიოთ. და ამავე დროს შევინარჩუნოთ ტრადიცია, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ გულზე არა უბრალოდ ზოგადად საუბრობთ, არამედ საუბრობთ მაგალითად კონკრეტული პრობლემების ჭრილში და აუცილებლად საუბრობთ იმ ცვლილებების გათვალისწინებით, რაც ჩვენს გარშემო ხდება. ერთი მხრივ ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანი გარემოს განუყოფელი ნაწილია. მეორე მხრივ ვამბობთ, რომ ადამიანი ცვლის გარემოს და გარემო თავის მხრივ ცვლილებებით აირეკლება ადამიანის ორგანიზმს. მაგრამ ამ ცვლილებებთან შეგუებისათვის ჩვენ ყოველთვის გვჭირდება გარკვეული მექანიზმების გამოყენება და ჩვენ ამისთვის მთელი სისტემა გვაქვს, გულსისძალთა სისტემა, რომელიც შეგუება ადაპტაციას ემსახურება. მეორე მხრივ ჩვენ ვამბობთ მოვუაროთ გულს იმისათვის, რომ შემდეგ გულმა არ დაგვაკლოს თავისი მზრუნველობა და თავისი სამსახური. როგორია გულსისძალთა სისტემის ადაპტაციის მნიშვნელობა მაგალითად ზაფხულის სეზონის განმავლობაში. აქედან დავიწყოთ ზოგადი ნაწილით. მადლობა. არის კიდევ ერთხელ ყოველთვის აქტუალურ საკითხებზე გვხდება ხოლმე შეხვედრა და გაშუქება ამ შემთხვევაში სეზონური თემის, რომელსაც ზაფხული ქვია. ჩვენ როდესაც გულსისძალთა სისტემაზე და მასთან დაკავშირებულ ამა თუ იმ პრობლემაზე ვსაუბრობთ ხოლმე, ყოველთვის არის რომ აი გაზაფხული და შემოდგომა არის სეზონები, რომლებიც ითვლება მაღალი რისკის სეზონებად გულსისძალთა დაავადებების გართულებებისა ან პირველადი გამოვლინებისა. და ასეც არის რეალურად, ამას თავისი მიზეზები აქვს. ზაფხული შედარებით წყნარ სეზონად ითვლება, თუმცა ზაფხულსაც აქვს თავისი გარკვეული თავისებურებები, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ გულსისძალთა სისტემასთან მიმართებაში იმ ადამიანებმა, რომელთაც უკვე აქვთ დაავადება
გულსწყთა სისტემის ესა თუ ამ თუ იმ ფორმის სახით და იმათაც ვისაც არ აქვთ და რაში გამოიხატება ეს ნიუანსები ზაფხულის. პირველ რიგში ის რომ ტემპერატურის მატება ხდება, მყარი მატება, სიცხე მზის ინტენსივობა გაზრდილი არის, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ორგანიზმიდან სითხის მეტი გამოყოფა ხდება კანის საშუალებით, ზედაპირის საშუალებით, ხო? აქედან გამომდინარე, ამას გარკვეული შეგუება ჭირდება თვითონ ორგანიზმისთვის და ამ შეგუებაში, როგორც თქვენ თქვით, ერთ-ერთ პირველ როლს ზუსტად გულსისხლთა სისტემა ასრულებს. გული და სიზარღვები. გულმა უნდა გარკვეულწილად შეცვალოს თავისი, ასე ვთქვათ, ძალის, სიხშირის ფორმები, ასე ვთქვათ, და სიზარღვემაც ასევე მათი ესე იგი შევიწროება გაფართოების სახით უნდა დაარეგულირონ ორგანიზმის კავშირი გარემოსთან. მაღალი ტემპერატურის პირობებში იმისათვის, რომ არ გადახურდეს ორგანიზმი და არ მოხდეს ამა თუ იმ ორგანოთა სისტემის ფუნქციის დარღვევა და მოშლა. ზუსტად აი ამ რეგულაციაში, აი ამ შეგუებაში ისევ და ისევ გული და სიზარღვები ასრულებენ გადამწყვეტ როლს. რაც შეეხება ზაფხულს და მაღალი ტემპერატურის პირობებს, ამ შემთხვევაში სიზარღვოვანი სისტემა მისი შეგუების უნარი გამოიხატება შედარებით გაფართოების კუთხით, უფრო გაფართოებულია სიზარღვები, რაც თავისთავად დაკავშირებულია გარკვეულად არტერიული წნევის გარკვეულ მოდიფიცირებასთან, ასევე ამიტომ იმ ადამიანებში, ვისაც უკვე აქვთ, ვთქვათ, არტერიული ჰიპერტენზია, ანუ მაღალი წნევა, ვინც უკვე იმყოფება გარკვეულ მედიკამენტურ მკურნალობას, ყოველთვის ვაფრთხილებ ხოლმე, რომ აი ამ პერიოდში საწყის ეტაპზე მით უმეტეს ცოტა ყურადღებით იყვნენ, შედარებით მეტად მოახდინონ წნევის შემოწმება, იმისაც რომ არ იყოს საჭირო მედიკამენტების მკურნალობაში გარკვეული კორექციის შეტანა დოზირების ან გარკვეული ცვლილებების სახით. ეს ერთი ნაწილი არის, როდესაც ამ თემაზე და ზაფხულთან მიმართებაში საუბრობთ. აუცილებელია ასევე სითხესთან დაკავშირებული თემა, წყალთან დაკავშირებული თემა, ამას თქვენ ყოველთვის დიდ დროს და ყურადღებას უთმობთ ხოლმე და ზაფხულში მით უმეტეს ყოველთვის არის მოწოდება, რომ სითხე მიიღოს ადამიანმა შედარებით მეტად ვიდრე სეზონის სხვა პირობები, სხვა სეზონის დროს და რა თქმა უნდა ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა აქაც, როდესაც გულსისხლთა სისტემაზე საუბრობთ, გასათვალისწინებელია, რომ არსებობენ ისეთი ტიპის ადამიანები, რომელთაც აქვთ გარკვეული გულსისხლთა დაავადების გარკვეული ფორმები, როგორც არის თქვა გულის უკმარისობა. ამ შემთხვევაში ეს მეტი სითხის მიღება შეიძლება იყოს გარკვეულად პრობლემური და დაავადებისთვის თლად მისაღები არ იყოს. მეტი კონტროლი ჭირდება ამ შემთხვევაშიც, თუმცა ზაფხულის პირობებში მაინც მათაც ამ ტიპის ადამიანებსაც ურჩევთ ხოლმე, რომ შედარებით მეტად მიიღონ სითხე. ეს დაკავშირებულია ისევ და ისევ იმასთან, რომ ორგანიზმიდან მეტად ხდება სითხის გამოყოფა, როგორც სუნთქვით, ისე კანის საშუალებით და ეს მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ. ასე რომ პირველი ზოგადი ნაწილი ნამდვილად ასეა და თანაც მე მაყურებელს შეუმჩნეველი არ დარჩებოდა, მაგრამ მაინც გავსვამ ხაზს, რაზედაც თქვენ საუბრობდით, ეს არის უნივერსალური და პრაქტიკულად ყველასათვის გასაზიარებელი რეკომენდაცია, იმიტომ რომ გარემოს ტემპერატურასთან ადაპტაციისათვის გულსისხლთა სისტემის როლი, სითხის ბალანსის შენარჩუნება ზაფხულში მაღალი ტემპერატურის პირობებში ყველას ერთნაირად სჭირდება, ყველა ჯანმრთელობას სჭირდება და განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც უკვე დადასტურებული აქვს ესა თუ ის პრობლემა. ამ თემას ჩვენ დაუბრუნდებით, თუმცა მანამდე გვაქვს ვიდეო რჩევა, რომელიც ძილის დარღვევას ეხება და რატომ შეიძლება იყოს ეს მნიშვნელოვანი, მაყურებელთა გარკვეული ნაწილის კითხვებს მე აუცილებლად ვიქტორინეს უпростоრად ვიდეო რჩევის ნახვის შემდეგ აუცილებლად დავუსვამ ბატონ ზურაბს. ზრდასრულ ადამიანს დღეღამეში 7-8 საათი უნდა ეძინოს. დღის ძილი ღამის ძილს ვერ შეცვლის. სრულფასოვანი ძილისთვის აუცილებელია ბოლო კვება დაძინებამდე 3-4 საათით ადრე. ფიზიკური აქტივობა დაძინებამდე 2 საათით ადრე. ძილის დარღვევის მიზეზი შეიძლება იყოს ხმაური, მკვეთრი განათება, მძაფრი სუნი, ძილის წინ ტელევიზორის ყურება ან კომპიუტერთან მუშაობა.
ალკოჰოლის მიღება, თამბაქოს მოხმარება, საძილე საშუალებებით თვითმკურნალობა, სიცოცხლის გახანგრძლივება და არაგადამდებ დაავადებათა თავიდან აცილება შესაძლებელია სწორი კვებით, რეგულარული ფიზიკური აქტივობით, თამბაქოზე უარის თქმით. აირჩიეთ ჯანსაღი ცხოვრების წესი, პირადი ექიმის რჩევით. ჩვენ როგორც გითხარით, უნდა დავსვათ კითხვები, რომელიც გაგიჩნდათ თქვენ და სრულიად ლოგიკურად, იმიტომ რომ ზაფხულის დადგომა არაუბრალოდ გარემოს ტემპერატურის მატებას ნიშნავს, არამედ ნიშნავს იმას, რომ შეიცვალა დღე-ღამის ნათელი პერიოდის ხანგრძლივობა. ანუ როდესაც დღე არის უფრო გრძელი, ღამე არის უფრო მოკლე და ადამიანებს თითქოს ენანებათ ეს დრო ძილისთვის დაკარგონ. არადა თანამედროვე მედიცინა ამბობს, რომ ჩვენი სიცოცხლის 1/13 გვინდა თუ არ გვინდა, ძილში უნდა გავატაროთ იმისათვის, რომ იყოს სრულფასოვანი 2/13. ეს აისახება თუ არა გულის მდგომარეობაზე და კონკრეტული კითხვები. შეიძლება თუ არა ძილის სისტემატურმა დარღვევამ ადამიანისათვის, რომელსაც პრაქტიკულად არ ქონდა პრობლემები, გამოიწვიოს მაგალითად ეგრეთ წოდებული გულის ფრიალი, მაგალითად გამოვარდნები და არის თუ არა ეს საყურადღებო მდგომარეობა. ეს არის მაყურებელთა კონკრეტული კითხვა. ბატონო, ჩვენი შეხვედრების დროს ხშირად ვსაუბრობთ ჯანსაღი ცხოვრების წესზე და როცა ჯანსაღი ცხოვრების წესზე ვსაუბრობთ, ყოველთვის ვახსენებთ ძილს, ჯანსაღ ძილს. ჯანსაღი კვება, ჯანსაღი ფიზიკური აქტივობა, ჯანსაღი ძილი და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ძილი. თქვენ უკვე ახსენეთ და იყო ხაზგასმა თუ რას ნიშნავს ჯანსაღი ძილი და ახლობით რა დროის ფარგლებში უნდა იყოს, მაგრამ მხოლოდ დრო არ განსაზღვრავს ძილის სიჯანსაღეს, მნიშვნელობა აქვს რამდენად შვიდი არის ძილი, რამდენად ის ფაზები, რომელიც ძილს ახლავს ფიზიოლოგიურია მოწესრიგებული, რამდენად მხნედ დგება დილით კონკრეტული ადამიანი დასვენებული, ძილით დასვენებული. რა თქმა უნდა, ზაფხულში გარკვეულად დროის ცვალებადობის, დღეღამური ცვალებადობის გამო ის რომ დღე მნიშვნელოვნად მომატებულია, ღამის დრო შემცირებულია, გარკვეულად განაპირობებს, ცვლილებებს ჩვენ ცხოვრების წესში და მათ შორის ძილშიც. თუმცა, მაინც საკმარისი დრო გვაქვს ღამით იმისთვის, რომ ძილის ხანგრძლივობა იყოს ნორმალური, მისაღები საკმარისი ჯანსაღი. მთავარია როგორ გვძინავს. რაც შეეხება დარღვევას ძილს, არასაკმარის ძილს, გვიან დაძინებას და დილით, როდესაც დაღლილი დგება ადამიანი და ამის გავლენას ორგანიზმზე, რა თქმა უნდა, ცალსახად აქვს გავლენა, ცალსახად შეიძლება რომ კავშირი იყოს ძილის დარღვევასა და გულსიახვთა პათოლოგიებს შორის, ეს ერთ-ერთი ხშირად პირველად მიზეზიც კი ახოლმე და შეეხება გულის რითმის დარღვევას, ამოვარნებს, გულის ფრიალს, გულის აჩქარებას, აი ესეთ დარღვევას მისი რითმულობის, რა თქმა უნდა, დარღვეული ძილი შეიძლება იყოს ამისი მიზეზი. რატომ? იმიტომ რომ დარღვეული ძილი თავისთავად გულისხმობს მთელ რიგ ფიზიოლოგიურ პროცესებში გადახვევებს, დარღვევებს, რომელიც ძილის ფაზაში ხდება ჩვენს ორგანიზმში, გადაღლას ნერვული სისტემისა, რომელიც ასევე ერთ-ერთი მარეგულირებელი, მნიშვნელოვანი მარეგულირებელია გულის რიტმისა და ნებისმიერი ასეთი დარღვევა მეტაბოლურ პროცესებში, ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, ასევე ნერვული სისტემის გადაღლა, რომელიც აბსოლუტურად თანხვედრი არის დარღვეული ძილის და შეიძლება გახდეს მიზეზი გულის რიტმის დარღვევისა. სერიოზულობას რაც შეეხება, ეს უკვე დამოკიდებულია რა ტიპის დარღვევა გვაქვს, რამდენად შორს არის პროცესი წასული, ახლავს თუ არა გულის სტრუქტურული დარღვევები, დაზიანებები და ასე შემდეგ. ეს უკვე მეორე ნაწილია, როდესაც გარკვეულ პრობლემას ხვდებით, ხო? ჩვენ გვაქვს გულის რიტმის დარღვევა, ამის უკან რამდენად არის უკვე გულის სტრუქტურული ნაწილი ჩართული, ეს არის მნიშვნელოვანი და ამის მიხედვით განისაზღვრება სირთულე. უმეტეს შემთხვევაში განსაკუთრებით საწყის მალევე აღმოჩენილი პირობებში ძილის გამოსწორება, ძილის ფიზიოლოგიური მდგომარეობის მიღება, ფიზიოლოგიური ჩაჯენა ძილისა შეიძლება იყოს საკმარისი სრულიად მკურნალობაში და აი ამ პრობლემის აღმოფხვრაში. თქვენ საუბრობდით გადაცემის დასაწყისში, რამდენად მნიშვნელოვანია მიღებული სითხის რაოდენობა
და გარემოსთან ტემპერატურულ რეჟიმთან ადაპტაცია იმ ადამიანებისათვის, ვისაც უკვე აქვს დადგენილი გულსისდაღვთა სისტემის პრობლემები. მაყურებლის კითხვა უნდა დაგისვათ, რომელსაც ყოველთვის აქვს პრობლემა შემოდგომაზე, ზამთარში, გაზაფხულზე არტერიული ჰიპერტენზიის, ანუ მომატებული წნევის, მაგრამ ზაფხულობით წნევა დაბლა ეცემა და რამდენად საშიშია ეს წნევის ვარდნა ზაფხულობით, სეზონური წნევის ვარდნა. რა თქმა უნდა, როდესაც წნევის შემცირებაზე, ვარდნაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელობა აქვს თუ რა ფარგლებზეა საუბარი, რა ფარგლებში ხდება წნევის დაქვეითება. ანუ რამდენად დაეცა? რამდენად შემცირდა, რამდენად დაეცა. დროის რა მონაკვეთში მოხდა ეს მკვეთრიცვლილება, ამიტომ არის სიფრთხილე ზაფხულში ამ კუთხით მე წეგან გავუსვი ხაზი, რომ იმ ადამიანებში, რომლებიც მედიკამენტურ მკურნალობაზე იმყოფებენ, ყოველთვის ვაფრთხილებთ, რჩევას ვაძლევთ, რომ მეტად გააკონტროლოთ საწყის ეტაპზე მაინც სიცხის დადგომისას არტერიული წნევა, იმიტომ რომ შესაძლებელია კონკრეტული დოზები მედიკამენტების ზედმეტი აღმოჩნდეს. ეს არ არის აუცილებელი, მაგრამ შესაძლებელია და ამიტომ ყურადღება ამიტომ არის საჭირო. თუ მსგავს შემთხვევას დავაფიქსირებთ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში წნევა მეტად დაქვეითდა, რას ნიშნავს მეტად დაქვეითება? ადამიანმა მიიღო დისკომფორტი აი ასეთი დაქვეითებული არტერიული წნევის დროს, დაეწყო თავბრუსხვევა, პოზიციური მდებარეობის შეცვლისას, თქვათ, საწოლიდან ადგომისას, კამიდან ადგომისას, თვალებში დაუბრუნდა თავბრუსხვევის შეგრძნება, ну ეს პირველი კლასიკური ნიშნები, ხო, ასეთ შემთხვევაში ეს უნდა იყოს იმის ნიშანი, რომ გარკვეული გადახედვა მოხდეს თუ მედიკამენტურ მკურნალობაზეა. თუ ადამიანს არ აქვს მანამდელი წინა ისტორია გულსახთა დაავადების და მსგავსი ჩივილები აქვს ზაფხულში, ეს უმეტეს შემთხვევაში როგორც წესი ისევ და ისევ დაკავშირებულია სითხის ნაკლებ შევსებასთან, მიღებასთან და ესეც გასათვალისწინებელია, თუმცა შეიძლება იყოს უკვე გამოვლენა ამ გულსახთა დაავადების ამა თუ იმ პრობლემისა და საყურადღებო რა თქმა უნდა კონსულტაცია ექებთან რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში უნდა გაიარო. კიდევ ერთი ძალიან პრაქტიკული კითხვა, ადამიანი, რომელსაც აქვს მუდმივად დაბალი წნევა, ანუ მისთვის ჩვეული არის მაგალითად 90-60-ზე. რამდენად საყურადღებოა ზაფხულის სეზონის თქვენ მიერ ნათქვამი რეკომენდაციები და მათ განსაკუთრებული ყურადღება მართებთ თუ არა? არის თუ არა ეს პათოლოგია, დაბალი, ასე ვთქვათ, მაჩვენებლები? პათოლოგია კონკრეტულ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება, იმიტომ რომ კონკრეტულ ადამიანისთვის შეიძლება ეს იყოს მისთვის ფიზიოლოგიური არტერიული წნევა და ასეთი არ არის იშვიათი, განსაკუთრებით უფრო ახალგაზრდა კონტინგენტში არის ხოლმე ასეთი წნევის მაჩვენებლები, მათთვის სრულად ფიზიოლოგიურია, ისინი ამ წნევაზე გრძნობენ თავს ყველაზე კომფორტულად. და შესაბამისად ეს არ არის რა თქმა უნდა ასე ვთქვათ საშიში ან რაღაც ჩასარევი ამ შემთხვევაში. მნიშვნელობა აქვს ადამიანის თვითშეგრძნებას, ადამიანის თუ რამე კონკრეტულ მოცემულ შემთხვევაში მას უჩნდება სიმპტომები, რომელიც დაკავშირებულია არტერიული წნევასთან, მის აღლა წევასთან ან დაბლა დაწევასთან, ამ შემთხვევაში არის შესაბამისი ყურადღება გასამახვილებელი და ღონისძიებები გასატარებელი. რაც შეეხება ზაფხულს და დაბალ წნევას, აქაც ისევ და ისევ უბრალოდ ყურადღება, ისევ და ისევ სითხეს თემა, წყლის თემა, თავისი მიზეზების და ზაფხულთან დაკავშირებით, სხვა ისეთი განსაკუთრებული კიდევ ერთი ვიდეო რჩევა ჩვენს გადაცემაში და მასთან ასოცირებული რამდენიმე კითხვა უნდა დაგისვათ შემდეგ. უსაფრთხო ვარჯიშის წესები. დაიწყეთ ვარჯიში მარტივიდან რთულისაკენ. ფიზიკური აქტივობის დაწყებამდე არ დაგავიწყდეთ წინასწარის შეფასება და არტერიული წნევის კონტროლი. გადადეთ ვარჯიში, თუ თავს შეუძლოთ გრძნობთ და გააგრძელეთ მხოლოდ გამოჯანმრთელების შემდეგ. გამოიჩინეთ სიფრთხილე, თუ გრძნობთ ტკივილს გულმკერდის მიდამოში. ფიზიკური დატვირთვის დროს უკანასკნელი 1 თვის განმავლობაში გქონდათ გულმკერდის არეში ტკივილი მოსვენებულ მდგომარეობაში. კარგავთ წონასწორობას თავბრუსხვევის გამო, ან ოდესმე დაგიკარგავთ გონება. გაქვთ ძვალსახსართა სისტემის, მაგალითად ხერხემლის, მუხლის რაიმე პრობლემა, რომელიც შეიძლება გაუარესდეს ფიზიკური ვარჯიშის დროს. ამჟამად იღებთ საგულე ან წნევის დამწევ საშუალებებს, ექიმის დანიშნულებით. სვამთ მედიკამენტს, რომელიც გავლენას ახდენს თქვენს ფიზიკურ აქტივობაზე. გახსოვდეთ, ვარჯიშის დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. თუ გეგმავთ ორსულობას ან ორსულად ხართ, ფიზიკური აქტივობა დაგეგმეთ მხოლოდ ექიმთან შეთანხმებით. სიცოცხლის გახანგრძლივება
და არაგადამდებ დაავადებათა თავიდან აცილება შესაძლებელია სწორი კვებით, რეგულარული ფიზიკური აქტივობით, თამბაქოზე უარის თქმით. აირჩიე ჯანსაღი ცხოვრების წესი პირადი ექიმის რჩევით. ვაგრძელებ საუბარს და როგორც წეღან მოგახსენეთ ვიდეო რჩევის დასრულების შემდეგ ლოგიკურად იბადება კითხვა. თქვენი სტუმრობა მე არ მახსენდება საგანგებო რეკომენდაციების გარეშე, რომ გულს ჭირდება აუცილებლად აქტიურობა და ჩვენი ფიზიკური აქტივობა არის გულისათვის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი. მაგრამ ერთი მხრივ ჩვენ ვამბობთ, რომ გვჭირდება ფიზიკური აქტივობა, მეორე მხრივ მაღალი ტემპერატურის პირობებში ეს შეიძლება აღმოჩნდეს დიდი დატვირთვა. ამიტომ პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანების გულის დასაცავად და იმ ადამიანების გულის დასაცავად, ვისაც უკვე აქვს პრობლემები, როგორი იქნება თქვენი რეკომენდაცია? ხო, ზაფხული და ფიზიკური აქტივობა ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა, როდესაც ჯანსაღი ცხოვრების წესზე ვსაუბრობთ, ისევ და ისევ გარემოში არსებული გარემოებების გამო, სიცხის გამო, ზედმეტი ტემპერატურის გამო, მოგახსენებათ ფიზიკური აქტივობის დროს ორგანოში ხდება სითბოს გამოყოფა, თუ გარემოში ტემპერატურა მაღალია, აი ამ შემთხვევაში აი ეს ცვლა, სითბური ცვლა შეიძლება გარკვეულ ფიზიკურ კანონებთან გამომდინარე გარკვეულ შემთხვევაში გახდეს პრობლემა რეალური და ამიტომ გასათვალისწინებელია რაზეა საუბარი. რა თქმა უნდა, მაღალი ტემპერატურის პირობებში ზედმეტი ფიზიკური აქტივობა არ ვარგა და არ არის მიზანშეწონილი. ზაფხულის პირობებში განსაკუთრებით მზის ფაქტორის გათვალისწინებით მზეზე დიდხანს უშუალოდ პირდაპირ მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ დიდხანს ყოფნა, მით უმეტეს ქუდის გარეშე ყოფნა არ არის მიზანშეწონილი, არ არის სასურველი, რა თქმა უნდა, ამ დროს დატვირთვა ისევ და ისევ ზაფხულის დროს ფიზიკური აქტივობისას კიდევ უფრო მეტად უნდა იქნას გათვალისწინებული სითხის მიღება და სითხის შევსება ფიზიკური აქტივობამდე და მერეც გარკვეული დასვენების პერიოდში. ეს ის ნიუანსებია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის. რაც შეეხება გულსახელთა დაავადებების მქონე ადამიანებს, აქაც ფიზიკურ აქტივობასთან მიმართება ჩვენ ისედაც ყოველთვის ურჩევთ ხოლმე, რომ ადრე დილით არ იყოს მკვეთრი ფიზიკური, დიდი რაოდენობით ფიზიკური აქტივობა, თუმცა ზაფხულის პირობებში დილა ყველაზე ხელსაყრელი ოპტიმალური პერიოდი არის თავისი ტემპერატურიდან გამომდინარე, ჰაერის სიწმინდიდან გამომდინარე, იმისაც რომ ფიზიკურად გააქტიურდეს და ამ შემთხვევაში ალბათ ზაფხული ყველაზე კაი პერიოდია, რომ დილით მოხდეს ეს გამაჯანსაღებელი ფიზიკური აქტივობები, ისევ და ისევ არა ზედმეტი, არა მასიური, ასე ვთქვათ, ფიზიკური არა დატვირთვა. არა ზედმეტი დატვირთვის გარეშე, ხო. რაც შეეხება დღის შუა ნაწილს ამ პერიოდში საერთოდ არ არის სასურველი ეგრეთ წოდებული სპორტული ტიპის ფიზიკური აქტივობა, საღამოს საათებშიც შედარებით ზოგადად ზაფხულში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიექცეს ჰაერსაც. კიდევ უფრო მეტად, იმიტომ რომ აი ესეთი ხო ჩვენი მასივი დიდი ქალაქების პირობებში ზაფხულში კიდევ უფრო მეტად ხდება აი ამ ჰაერის დაბინძურების, გადახურების, უჟანგბადობის რისკი იზრდება, ასე ვთქვა და მოსარიდი, ამიტომ არის ზაფხულში გარეთ გასვლა სოფლებში, ისეთ ადგილებში, სადაც გაცილებით ეს მხარე უკეთესია, მიზანშეწონილი და ამიტომაც ითვლება ზაფხულის თვე ქალაქებიდან გასვლის პერიოდებად. ასე რომ ფიზიკური აქტივობისას გასათვალისწინებელია გარემოს ტემპერატურა, ფიზიკური აქტივობის ინტენსივობა, არ უნდა იყოს ზედმეტი განსაკუთრებით სიცხეში, იმიტომ რომ არ მოხდეს სითბური, ეგრეთ წოდებული სითბური და აკურაც გადახურება ორგანიზმისა, ნუ მზეზე აღარ ვსაუბრობთ, მზის პირობებში არ ვარგა. დილით უკეთესია საღამოს, მოგვიანებით საღამოსაც შეიძლება, ოღონდ ისევ და ისევ თუ ვართ ბუნებაში. და ერთი ლოგიკური კითხვა, მედიკამენტები და დატვირთვა ფიზიკური, როდესაც ადამიანს აქვს უკვე დადგენილი გულსის სისხლძარღვთა ესა თუ ის პათოლოგია და სისტემატურად მოიხმარს ექიმის დანიშნულებით მედიკამენტს. უნდა გაითვალისწინოს ფიზიკური აქტივობის შეხამება მედიკამენტურ თერაპიასთან. აქ უკვე მნიშვნელობა აქვს რა ტიპის დაავადება გულსის სისხლძარღვთა სისტემის, რა ტიპის დაავადება. რა თქმა უნდა,
სხვადასხვა დაავადებების სხვადასხვა ტიპის დროს ფიზიკური აქტივობის შესაბამისი რეკომენდაციებია, თქვათ მხოლოდ არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებს გარკვეული ტიპის ფიზიკურ აქტივობას ურჩევთ, იქ სადაც გულის იშემიური დაავადება აქვს, იქ მეორე ტიპის, იქ სადაც გულის უკმარისობა მესამე. ნუ ყველაზე შეზღუდული ფიზიკური აქტივობის ტიპი მაინც გულის უკმარისობის მქონე პაციენტებთან გვაქვს ხოლმე. მით უფრო მაღალი ტემპერატურის პირობებში. მით უფრო მაღალი ტემპერატურის პირობებში. იქ სადაც გულის იშემიური დაავადება, აქ როგორც წესი ჩვენ შესაბამისი გამოკვლევის საფუძველზე გვაქვს ინფორმაცია თუ რა რეზერვი აქვს გულსახთა სისტემას, რა ტიპის დატვირთვები მიზანშეწონილი და შესაბამისად ვაძლევთ ხოლმე კონკრეტულ რჩევებს რა დატვირთვების ინტენსივობის შესახებ. იქ სადაც ჰიპერტენზია, იქაც დაახლოებით გავსად, თუმცა უფრო მეტი, ასე ვთქვათ, შესაძლებლობები გვაქვს, რომ უფრო მეტი აქტივობისკენ მოწევთ, უფრო მეტი ფიზიკური აქტივობისკენ მოწევთ ამ ტიპის ადამიანებს, იმიტომ რომ ფიზიკური აქტივობა ჰიპერტენზიის შემთხვევაში ერთ-ერთი კარგი საშუალებაა ორგანიზმის რეგულაციული სისტემების მოწესრიგებისთვის და ამ შემთხვევაში სიზარღვებში არსებული პრობლემების, პროცესების შეჩერებისთვის უკან წამოღება. რაც შეეხება მედიკამენტებს, რა თქმა უნდა, მე რამდენჯერმე თქვი და გავუსვი ხაზი, რომ როდესაც მედიკამენტების მკურნალობაზეა ადამიანი, ამ შემთხვევაში ზაფხულის პირობებში ყურადღება საჭირო თვითონ მათგან პირველ რიგში ეს ყურადღება გამოიხატება არტერიული წნევის კონტროლში და იმ შემთხვევაში თუ მისთვის დისკომფორტი ვითარდება არტერიული წნევის ამა თუ იმ ფარგლებში ცვლილების გამო შესაბამისი კორექციისა მედიკამენტურ მკურნალობაში. სხვა ისეთი პრინციპული საკორექციო არეალი არ არის. ძალიან დიდი მადლობა. ბატონ ზურაბ ჩვენთან მეგობრობისთვის, დღევანდელი სტუმრობისთვის და იმისთვის, რომ ჩვენ არა მხოლოდ ცალკეულ პრობლემებზე საუბრობთ ხოლმე, რომელიც გულსის დარდთა სისტემის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი, არამედ ამ ცოდნას ვუყრით ხოლმე თავს ისეთი თემების სახით, როგორც არის თუნდაც სეზონური რეკომენდაციები და მე ვფიქრობ, გულის მოსავლელად ძალიან მნიშვნელოვანია ეს ცოდნა და მაყურებელს უნდა შევახსენოთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ევროპის გულსის დარდთა დაავადებათა პრევენციის საზოგადოების ნაციონალური კოორდინატორი საქართველოში, ექიმი კარდიოლოგი ბატონი ზურაბ კლიმიაშვილი. ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას და ტრადიციულად გადაცემის ბოლო დასკვნით ნაწილში აუცილებლად გვექნება კვებითი შუქნიშანი. როდესაც კვებით შუქნიშანზე ვსაუბრობთ, მე ყოველთვის გახსენებთ, რა ჩანაფიქრია საფუძვლად აი ამ კონცეფციისა. დიახ, მთავარი არის მოწესრიგება იმ ცოდნისა, რომელიც უკავშირდება კვებით შუქნიშანს, მაგრამ სურათხატი, რომელიც ყველასთვის ნაცნობია, რომელიც აწესრიგებს ჩვენს მოძრაობას ყოველდღიურ რეალობაში, გვეხმარება მიღებული ცოდნა, რაც შეიძლება კარგად შევინახოთ და შემდეგ ჩვენი მეხსიერების უჯრებიდან რაც შეიძლება ეფექტიანად გამოვიყენოთ. ამიტომ არის ნებადართვით მწვანე ზონა, სიფრთხილით ყვითელი ზონა, გარკვეული შეზღუდვები, ძალიან იშვიათად აკრძალვებით და რაც მთავარია, მთავარი სათქმელით მომაქცია ყურადღება ჩაფიქრებული სწორედ წითელი ზონა. და კვებითი შუქნიშანი, როდესაც საუბრობთ გულზე, გულსის დარდთა დაავადებებზე და საუბრობთ სეზონურ საჭიროებებზე. რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა დავიწყოთ მწვანე ზონით და ვთქვათ, რომ როგორც არასდროს ზაფხულში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა დავტკბეთ იმ სიამოვნებით, რასაც გვანიჭებს სეზონური კვება. მე შემთხვევით არ ვახსენე დავტკბეთ სიამოვნებით, იმიტომ რომ თვითონ კვებას აქვს უამრავი ფუნქცია, უამრავი დატვირთვა, მაგრამ გარდა იმისა, რომ საკვები ენერგიით გვამარაგებს აუცილებელი საკვები ნივთიერებებით, როგორიც არის ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მინერალები და ასე შემდეგ,
ჩვენ აუცილებლად ვიღებთ სიამოვნებას კვების პროცესში და აი ეს კომპონენტი ზაფხულში როგორც არასდროს თვალსაჩინოა. განა შეიძლება ისეთი ფერადოვნება წარმოვიდგინოთ სხვა სეზონზე, როგორიც არის ზაფხულში პროდუქტებისა. განა შეიძლება ისეთი მრავალფეროვნება საკვები პროდუქტებისა წარმოვიდგინოთ, როგორიც არის მაგალითად ზაფხულში. არც ერთ სხვა სეზონს ასეთი სიუხვი არ ახასიათებს, მაგრამ ეს არის გარკვეული სამზადისი და წინდახედულება, რომელიც უნდა გამოიჩინოს ჩვენმა ორგანიზმმა, ჩვენი დამსახურებით, იმისათვის, რომ სულ ცოტა ხუთი ჯგუფის, სულ ცოტა ხუთი ფერის პროდუქტი კი არა, სისტემატურად ცისარტყელა აღმოჩნდეს, ანუ მრავალფეროვნება, ფერადოვნება პროდუქტებისა აღმოჩნდეს ჩვენს ყოველდღიურ რაციონში. რატომ? იმიტომ რომ ყველა ფერი ასოცირებულია სხვადასხვა ნივთიერებასთან, რომელიც საკვების მეშვეობით ჩვენს ორგანიზმში შემოდის და გვეხმარება უკეთ მოვემზადოთ შემოდგომისთვის და კიდევ უფრო უკეთ მომზადებული შევხვდეთ ზამთარს. ამის გათვალისწინებით რასაკვირველია, თავარი რეკომენდაცია არის სეზონური პროდუქტების, მაქსიმალურად ჩვენს მიწაზე მოყვანილი პროდუქტების ეფექტიანად გამოყენება და გამოყენება ისე, რომ ყოველდღიური რაციონის არანაკლებ ნახევარი იყოს ბოსტნეული და ხილი და მეორე ნახევარი მარცვლეულ-ბურღულეული ცილოვან კომპონენტთან ერთად. როდესაც გუსის დახვდა პრობლემები გვაქვს, ან მათი აცილება გვინდა თავიდან, განსაკუთრებით უნდა გავზარდოთ ბოსტნეულის და ხილის წილი და კიდევ უფრო მნიშვნელოვნად ბოსტნეულის წილი. დადგენილია რომ ჩვენს მიერ მირთმეული საკვები განსაზღვრავს იმას, თუ როგორი ამინდიაც ჩვენს ნაწლავში. და ჩვენს ნაწლავში ამინდი ნიშნავს იმას, რომ ბაქტერიები თავიანთი ცხოველქმედების შედეგად კონკრეტულ ნივთიერებებს გამოყოფენ და მათი მეშვეობით შეიძლება დაზარალდეს გული და გულსის აღქმთა სისტემა. ამიტომ მიკრობიომის და მიკრობიოტას მოწესრიგება, ნაწლავის კეთილგანწყობა არის უმნიშვნელოვანი კომპონენტი და რეალურად მეორე მთავარი რეკომენდაცია, რომელიც დღეს არის ჩვენს მწვანე ზონაში. და პრაქტიკულად მესამედ ვასახელებს, თორემ სინამდვილეში ეს არის უპირველესი რეკომენდაცია, ეს არის წყლის ადეკვატური ბალანსი, რომელიც პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანებისათვის ნიშნავს იმას, რომ წყურვილამდე ვსვამთ წყალს, ანუ თუ მოგწყურდა, ეს უკვე ნიშნავს, რომ ჩვენს ორგანიზმს 1-2% სითხის ბალანსიდან დაკარგული აქვს. ჩვენ ამას ვავსებთ და მე გადავდივართ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებაზე. ყველა დანარჩენ შემთხვევაში ორგანიზმს კილოგრამ წონაზე 30 მილილიტრი ჭირდება წყლისა და დამატებით ტემპერატურის გათვალისწინებით, ცხელი შხაპის გათვალისწინებით, დატვირთვის გათვალისწინებით, თქვენ წარმოიდგინეთ ალკოჰოლური სასმელის მიღების გათვალისწინებით და ასე შემდეგ, გვჭირდება დამატებითი ულუფის მიღება. მაგრამ დღევანდელი ყვითელი ზონა არის განსაკუთრებით საყურადღებო. საყურადღებო, იმიტომ რომ ადამიანთა ძალიან დიდი ნაწილი მთელ მსოფლიოში მეტ ყურადღებას უთმობს არასაკუთრივ კვების აწყობას, იმიტომ რომ ეს მეტ დროს მოითხოვს, მეტ შრომას, მეტ განათლებას, მეტ ცოდნასა და რაც თავარია ძალისხმევას იმისათვის, რომ ეს ყველაფერი ჩვენს თეფშზე მოხდეს. მეტ ყურადღებას უთმობს მზადანამატების გამოყენებას. მზადანამატს სამწუხაროდ არ შეუძლია იმ როლის და ფუნქციის საკუთარ თავზე აღება, რასაც აკეთებს საკვები. და ამაზე მე ახლა საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებასთან ერთად მექნება მეტი შესაძლებლობა დანამატებზე გესაუბროთ. მაგრამ ახლავე აღნიშნავ, რომ მისი შეთვისებადობა, ბიოშეთვისებადობა არის უფრო დაბალი ვიდრე საკვები ნივთიერებების. მიუხედავად ამისა, ადამიანები ირჩევენ დანამატებს და დღეს სამ ძალიან გავრცელებულ დანამატს მინდა შევეხო, რომელიც ითვლება, რომ ძალიან კარგია გულსის აღქმთა სისტემისთვის. მაგალითად, ადამიანები თვლიან, რომ მათ ჭირდებათ დაიმატონ მცენარეული ბოჭკო, იმიტომ რომ მათ ყოველდღიურ რაციონში არ არის საკმარისი ბუნებრივი მცენარეული ბოჭკო, ხილით, ბოსტნეულით, მარცვლეულ-ბურღულეულით მიღებული. ასეთ შემთხვევაში ადამიანებს აქვთ წყარო, მაგალითად სოციალური ქსელები, ინტერნეტ სივრცე, სადაც კითხულობენ, რომ დიახ, შეიძლება მაქსიმალურად ბევრი უხეში ბოჭკო მიიღონ. მაგალითად კატო ჩართონ ყოველდღიურ რაციონში იმისათვის, რომ ეს ხარვეზი შეავსონ. მიიღონ ბევრი ნედლი ბოსტნეული, განსაკუთრებით ახალგაღვივებული, ახალნაზარდი პროდუქტებიდან. მიიღონ თქვენ წარმოიდგინეთ საგანგებოდ გაღვივებული მარცვლეულისგან დამზადებული ორცხობილებიც და ასეთ შემთხვევაში თითქოს კარგისმეც არაფერს ვაკეთებ ჩვენი ორგანიზმისათვის, მაგრამ
აქვე მინდა ხაზი გავსვა, რომ ასეთი გადაწყვეტილება ყველასთვის უსაფრთხო არ გახლავთ. უდავოდ, ყველა ჩამოთვლილ პროდუქტს აქვს უზარმაზარი დატვირთვა მცენარეული ბოჭკოს შესავსებად. მაგრამ ეს უნდა იყოს დასაბუთებული, იმიტომ რომ 26-28 გრამი გვჭირდება მცენარეული ბოჭკო ყოველდღიურად და მისი ნედლი პროდუქტებით მიღება შეგვიძლია. მაგრამ ვისთვის შეიძლება იყოს ეს სარისკო? მაგალითად, თუ ადამიანს აქვს ქრონიკული ავტოიმუნური ანთება ნაწლავში. თუ აქვს ნაწლავის ზოგიერთი პათოლოგია, როდესაც უხეში ბოჭკოს გამოყენება არათუ სასარგებლო, შეიძლება იყოს საზიანოდაც კი აღქმული. უფრო მეტიც, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის შემთხვევაში ზოგიერთი პროდუქტი უხვად შემცველი მცენარეული ბოჭკოსი შეიძლება აღმოჩნდეს მაპროვოცირებელი მორიგი შეტევის. ამიტომ ჩემი მიერ ნახსენები ეს პროდუქტები, რომელიც თითქოს წასახემსებლად უწყინარია და პირიქით მხოლოდ სიკეთის მოტანა შეუძლია, ყველასათვის ასეთი არ გახლავთ და ძალიან ფრთხილად უნდა გამოვიყენოთ ყველა ის დანამატი, რომელიც შეიცავს მცენარეულ ბოჭკოს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დანამატი, რომელიც გამდიდრებულია მცენარეული ბოჭკოთი, შეიძლება ჩაფიქრებულია როგორც გულსისხლთა სისტემის დამცავი კომპონენტი, მაგრამ აღმოჩნდეს სერიოზული პრობლემა კონკრეტული ადამიანის ნაწლავისათვის. მეორე საკითხი ეხება მაგნიუმს. მაგნიუმი, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობით შეიძლება იყოს მაგალითად სხვადასხვა სახის მარცვლეულ ბურღულეულში. მაგალითად, თლიანი მარცვლეულისგან დამზადებულ პურფუნთუშეულში. ამიტომ არ არის სწორი ყველასათვის ერთბაშად პურის და მისი პროდუქტების რაციონიდან ამოღება. მაგალითად, სხვადასხვა სახის თხილეული ძალიან მდიდარია მაგნიუმით. მაგრამ თუ ჩვენ ავირჩევთ მაგნიუმის შესავსებად დანამატს, გავითვალისწინოთ აუცილებლად უნდა მისი ურთიერთობა კალციუმთან. უნდა გავითვალისწინოთ ადამიანები, რომელთაც აქვს გულსისხლთა პათოლოგია და ჭირდება მაგნიუმის და კალციუმის თანაფარდობის კონტროლი. ვისაც აქვს გულის პრობლემასთან ერთად თირკმლის პრობლემა და ეს აუცილებლად იწვევს კალციუმის ცვლის დარღვევას. ამ შემთხვევაშიც ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რაოდენ კარგიც არ უნდა იყოს დანამატი. მაგნიუმის შემცველობა მასში არის თუ არა სასარგებლო ასეთი დანამატი ადამიანისათვის. ზოგადად მაგნიუმი ძალიან სჭირდება გულს, მაგრამ ყველასთვის არა. შეგვიძლია თამამად პირდაპირ შევიძინოთ და გამოვიყენოთ მაგნიუმის შემცველი დანამატები მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს გულს წაადგება. არა, ასეთი გადაწყვეტილება მხოლოდ ექიმთან შეთანხმებით, მხოლოდ დასაბუთებით უნდა მივიღოთ. და მესამე თემა, რომელიც ყვითელ ზონას უკავშირდება დღევანდელ ჩვენს გადაცემაში, ეს არის კოლინი. კოლინზე ჩვენ ხშირად გვისაუბრია, წარმოუდგენელია ტვინის ჯანმრთელობა ამ აუცილებელი ნივთიერების გარეშე. და ისიც გვთქვამს, რამდენად მდიდარია კოლინით პროდუქტები, რომელიც ახლა არის ჩვენთან ყვითელ ზონაში. მაგალითად, წითელი ხორცი, მაგალითად, ფრინველის წითელი ხორცი, რძის ნაწარმი, კვერცხი. კვერცხი საერთოდ ლიდერია, კვერცხის ყვითრი კოლინის შემცველობის გამო. ძალიან სჭირდება ეს პროდუქტი ჩვენთვის, მაგრამ დანამატის სახით მივიღოთ ამის გამო კოლინი. უდავოდ კოლინი წაადგება გულსისხლთა სისტემას, ჩვენი ტვინის და გულის ჯანმრთელობას ზომიერი რაოდენობით, მაგრამ დანამატის სახით მიღებული რა პრობლემას ქმნის? მაგალითად, დადგინდა, რომ კოლინის მდიდარი პროდუქტების გადამუშავების დროს ნაწლავში წარმოიქმნება კონკრეტული ნივთიერება, არ ვიცი, დაგტვირთოთ თუ არა ამ სიტყვით, მაინც ვიტყვი ტრიმეთილამინ ენოქსიდი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი რისკი, მაგალითად, ათეროსკლეროზული ფოლაკების წარმოქმნისთვის, თრომბოზის რისკის გაზრდისათვის და აი ამის გათვალისწინებით არის ერთ-ერთი რეკომენდაცია წითელი ხორცის კონტროლთან დაკავშირებით, კვერცხის კონტროლთან დაკავშირებით. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ ზასახით დანამატებში აძლევთ სისტემატურად თქვენს ორგანიზმს კოლინს. მაშინ რა მოხდება ჩვენს ნაწლავში? აქ ძალიან ბევრი კითხვა იბადება, ამიტომ მოერიდეთ თვითნებურად ისეთი დანამატების გამოყენებას, რომელშიც ერთ-ერთ კომპონენტად არის აუცილებლად ჩართული კოლინი. თუ თქვენ არ გაქვთ დასაბუთებული ეს რეკომენდაცია ექიმის მიერ, თვითნებურად არ გამოიყენოთ ისეთი დანამატი, რომელშიც ჩართულია კოლინი. ეს იყო დღევანდელი რეკომენდაციები. მე როგორც დაგპირდით დანამატებზე საუბარს აუცილებლად გავაგრძელებთ უახლოეს დღეებში. მე ხვალამდე გემშვიდობებით, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.